კალენდარზე ორშაბათი დღეა 17 თებერვალი და როგორც ყოველ ორშაბათს ამ დროს გთავაზობთ საერთაშორისო მიმოხილვას ლეო სიხარულიძესთან ერთად. ლეოს მივესალმები დილამშვიდობისა. გამარჯობა დავით. როგორც ყოველთვის დღესაც ვფიქრობ საინტერესო ანალიზი უნდა შემოგთავაზო და რასაკვირველია ჩვენს ფოკუსში ისევ ოკეანის მიღმა და მიმდინარე მოვლენებია. არც თუ ისე რთული გასაგებია პროცესი, რომელსაც ვეხებით ყოველდღიურად, მაგრამ ამ ტემპით თუ განვითარდებოდა მოვლენები, სიმართლე გითხრა, ოკეანის გაღმა მე არ ველოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ის ქარტეხილები, რომელიც ახლა იქ ტრიალებს ვაშინგტონში ბიუროკრატიულ პროცესებში, გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ დანარჩენ ქვეყნებზეც, იმიტომ რომ ტენდენციები, რომელიც იქმნება, თავისთავად ხვდებით, რომ მსოფლიოზე პოვებს ასახვას. თავდაცვის, განათლების და სახელმწიფო დეპარტამენტებში მიმდინარეობს ძიება და წმენდა, როგორც კადრების, ასევე ხარჯების. ეს ტრამპი თქვა გაპრეზიდენტებიდან მალევე და პრინციპში სიტყვა საქმედ იქცა და ახლა ვართ ამ საგამოძიებო პროცესის მომსწრენი და მონაწილენი. რა ვიცით ამ დრომდე, რას ველოდებით, რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გახმაურდა ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა კარგად იცის, ერთ-ერთი მაგალითად USAID-ის საკითხია, სხვა რა თემებია, რომელიც ასევე მალე ნახავს დღის შუქს. დავით, მალე სამ დღეში გახდება ზუსტად ერთი თვე, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და ამოსავალი წერტილი პირველი მისია, რაც აქვს ტრამპს, არის სწორედ ხელისუფლების კონსოლიდაცია. რიგი მკვლევარები ავლებენ პარალელს მაგალითად ტრამპის პირველ ადმინისტრაციასა და ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის. ძალიან დიდი და მკაფიო განსხვავება არის არამხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მორჩილების თვალსაზრისით, როდესაც საპრეზიდენტო ძალაუფლებას ეხება საქმე, არამედ საკმაოდ ისეთი შთამბეჭდავი პარალელის გავლება არის შესაძლებელი თავად რესპუბლიკურ პარტიასთანაც, ასევე ანგარიში ჩასაგდები არის ის, რომ საკანონმდებლო ორგანოში, კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკური პარტია ფლობს უმრავლესობას და გამომდინარე აქედან საკანონმდებლო ზურგი აქვს ტრამპს, რომ მისი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ეფექტიანად და რაც თავარია სწრაფად იქნეს გატარებული. დავით, შენ ახსენე განათლების დეპარტამენტი, ასევე თავდაცვის დეპარტამენტი და ყბადაღებული USAID. განათლების დეპარტამენტს არის ბრჭყალებში მიმდგარი ილონ მასკის დოჯი, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი და სიუჟეტში ჩვენ ვიხილავთ, იქ არის ჩაშლა იმ ფინანსების ყოველდღიურად თითქმის დოჯი, ელონ მასკის ეს უწყება აკეთებს რაპორტებს, საზოგადოებას წარუდგენს დაინტერესებულ ნაწილს საზოგადოებისას წარუდგენს იმ ნუსხას, იმ საქმიანობისას, რომელსაც ეწევა დოჯი. ასევე საინტერესო არის და მეტ დეტალს გაიგებთ თავად დოჯის ანატომიასთან დაკავშირებითაც, ეს არ გახლავთ კლასიკური ბიუროკრატიული უწყება ტრამპისა, ეს არის საკონტრაქტო სამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ვადაც არის 2026 წლის ივლისამდე. ნახოთ თუ გაუგრძელებენ მანდატს ამ ორგანიზაციას, ეს ალბათ არის პირდაპირ დამოკიდებული იმ საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხთან, რომელსაც ეწევა ილონ მასკი. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის უწყებამ USAID-ის მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის 10,000 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა, ასევე არ ხება საუბარი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაც, რაც ასევე პირველ რიგში გამოიხატება სწორედ კადრების შემცირებით. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით კი ამერიკის შეერთებული შტატების წონისა და ზომის სახელმწიფოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკაში და პოლიტიკასთან არის პირდაპირ ბმაში და ამ თვალსაზრისითაც არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე სახელმწიფო დეპარტამენტი ბატონ ტრამპს და სპეციალური მიმართვით წარს დგა ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე. ახალი ბრძანება გამოიცა, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ სიუჟეტში ვიხილავთ უფრო დეტალურად, სადაც დედა აზრი ტრამპისეული ბრძანებისა გახლავთ ის, რომ ამერიკული დიპლომატია უნდა საუბრობდეს ერთ ხმაში.
ძალიან საინტერესოა მოსამართლეების ნაწილის დამოკიდებულება. ჩვენ საინტერესო მინიშნება გაქვს სიუჟეტში, რომელსაც მალე მოусმენთ. მაინტერესებს ამ ეტაპზე რა მდგომარეობა ამ ხრივ და ვთქვათ ეს ბიუროკრატიული სვლა, ვთქვათ, როდემდე გაგრძელდება, ან რაიმე წინა მდეგობა ხელშემშლელი ფაქტორები თუ არის. ამერიკული სახელმწიფოს ინსტიტუციების სიძლიერეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ხელისუფლების ორი შტოს შორის ღია დაპირისპირება, აღმასრულებელი შტო, მისი ლიდერი, პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაციის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა ილონ მასკი პირდაპირ დებენ ბრალს უკვე ხელისუფლების მესამე შტოს სასამართლო ხელისუფლებას პოლიტიკურ აქტივიზმში დინამიკაც პროცესის გვაჩვენებს დაპირისპირებას 20 იანვარს ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებები იქნება ეს რაიონული სასამართლო თუ ფედერალური მასშტაბის სასამართლო ორმა მოსამართლემ უკვე შეაჩერა დონალდ ტრამპის ბრძანება ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომლებიც იყვნენ გავლენის ქვეშ USAID-ისთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების გამო სწორედ ორმა ორგანიზაციამ ასეთმა გაასაჩივრა და სასამართლომ ორმა ინსტანციამ სასამართლოსი სხვადასხვა შტატის სასამართლომ დაადასტურა ეს სარჩელი დააკმაყოფილა ეს სარჩელი უпростоრე და მიუხედავად იმისა რომ ამ სარჩელის გასაჩივრება მოხდა დაუყოვნებლივ დონალდ ტრამპის მხრიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და შესაბამისი სხვა უწყებების მხრიდან ფაქტი არის რომ ამ ეტაპზე საპრეზიდენტო ბრძანების აღსრულება არის შეჩერებული და USAID-ისთვის ფულის მიწოდება გრძელდება კონკრეტულად ამ ეტაპზე. კი ბატონო, ჩვენ მოვისმინოთ სიუჟეტი, რომელიც მოამზადეს შენ ტელეკომპანია იმედის გადაცემისთვის იმედის კვირა და ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი პროცესებს, რომელიც ვითარდება ოკეანის გაღმა და რომელიც ასე აინტერესებს დანარჩენ სამყაროს, იმიტომ რომ ის რაც ხდება თეთრ სახლში, შემდეგ თავის ასახვას და ასლეტვას ასე ვთქვათ, პოვებს ხოლმე ყველგან მთელს მსოფლიოში. მე კი დროებით დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ ჩვენ ორშაბათს 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ლეო სიხარულიძესთან ერთად გთავაზობთ მიმოხილვას საერთაშორისო თემების და საკითხების, რომელიც მედიის ყურადღების ფოკუსშია. დონალდ ტრამპის მიერ მართვისადავეების კონსოლიდაცია გრძელდება. ვაშინგტონი ბიუროკრატიული ომის ქარცეცხლშია გახვეული. თავდაცვის განათლების და სახელმწიფო დეპარტამენტებში მიმდინარეობს ძიება და წმენდა, როგორც ხარჯების, ასევე კადრების. დონალდ ტრამპის დაპირისპირება Deep State-თან ჯერ კიდევ თეთრ სახლში დაბრუნებამდე გამწვავდა. არჩევნებში გამარჯვებამდე ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული საქმეების მთელი წყება სასწრაფოდ შეწყდა, რაც სავარაუდო მტკიცებულებაა მათი პოლიტიკური დევნის იარაღად გამოყენების შესახებ. ამ წინაპირობის გათვალისწინებით კი დონალდ ტრამპსა და რიგ მოსამართლეთა შორის განხეთქილების ახალ მიზეზად უკვე კარგად ნაცნობი USAID და მილიარდობით დოლარის ხარჯვის ბურუსით მოცული საქმიანობაა. კუთხეში მიმწყდეული ლიბერალური სექტორი კი ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ამ ეტაპზე კი მოსამართლეთა ხელით ცდილობს გადარჩენას ან დროის მოგებას. ჩვენი მოსამართლეები აქტივისტები არიან, მაგალითად ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული ზიანის ფონზე 59 მილიონი დოლარი იხარჯება ნიუ-იორკში, რომელიღაცა სასტუმროში მიგრანტების დაბინავების მიზნით. ჩვენ ისინი გამოვიჭირეთ, ჩვენ ისინი ამაში გამოვიჭირეთ ხომ და მოსამართლე რას ამბობს? კი, შეიძლება ეს თაღლითობაა, მაგრამ ფული მაინც უნდა გაიგზავნოს. რას ნიშნავს ეს? მგონია რომ ჩვენ გენერალურ პროკურორს ბევრი საქმე ექნება. პირველივე დღიდან ტრამპის მხარდამჭერი, მისი თანამებრძოლი და მოკავშირე, ამჟამად კი თეთრი სახლის მიღმა დარჩენილი სტივ ბენონი აცხადებს, რომ ბევრს მოუწევს ციხეში წასვლა. ტრამპის შურისძიებას ახალი ოქროს ხანა ეწოდება. თქვენ თვალს ადევნებთ Deep State-ის დაშლას. ჩვენთან ამას ქარიშხლის დღეებს ვუწოდებთ. საუბარი ეხება 4000 ადამიანს, 4000 ადამიანი, რომელიც 10 მილიონიან ბიუროკრატიას მართავს. ეს ადამიანები კი დაახლოებით 6.5 ტრილიონ დოლარს აკონტროლებენ წელიწადში. ყულაბის საერთო მოცულობა კი დაახლოებით 80-მდე ტრილიონს იტევს. ძალიან ბევრი ადამიანი ბევრი წლით ციხეში მიდის.
Associated Press-ის ცნობით დონალდ ტრამპის იერიშის პასუხად პრეზიდენტის მიერ მისი მეორედ ინაუგურაციის დღესვე 20 იანვარს ხელმოწერილი ბრძანებით USAID-ისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოსამართლეებმა შეაჩერეს. ვაშინგტონის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ამირ ალიმ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების სასარჩელო მოთხოვნა. ასევე მოსამართლე კარლ ნიკოლსმა იმავე ხასიათის სხვა სარჩელი 3 საათიანი განხილვის შემდეგ დააკმაყოფილა. ამის გამო სისტემამ დონალდ ტრამპის და ილონ მასკის კრიტიკა დაიმსახურა. აუცილებელია მართლმსაჯულებაში იმპიჩმენტის ტალღა, საუბარი ერთეულ შემთხვევებზე არ მაქვს. მოსამართლე წინ გვეღობება, აცხადებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას ვიპოვით. გააგრძელეთ თანხის გადახდა, ეს საოცარი მიდგომაა. მე მიწევს მათ მართლმსაჯულებას კანონს დავემორჩილო. ეს კი მათ აძლევს დროს, რომ საკუთარი დანაშაული დამალონ. ეს ძალიან ცუდია. იმედი მაქვს მოსამართლეები უფრო სამართლიანი იქნებიან. სულ ცოტათი სამართლიანი მაინც. კონგრესში წარმომადგენელთა პალატაში კი USAID-ს ერთგვარი განკითხვის დღე მოუწყვეს. სხდომის სათაური გახდათ შემდეგი: USAID-ის ღალატი. USAID-ის თანამშრომლებმა თავისი პროექტებით ამერიკის შეერთებულ შტატებს უღალატეს. ყველა მიცის თუ რა სიმძიმის დარღვევებზეა საუბარი, რის წინაშე ვდგავართ. გულდასაწყვეტია მოსმენა იმისა, თუ როგორ გავეცით მილიარდობით დოლარი უცხო ქვეყნებში. გაურკვეველია, რას ემსახურებოდა ეს. ტრამპისეული პოლიტიკის რეალობად ქცევის უპირობო ინსტრუმენტია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი და მისი მეთაურობით მოქმედი საგანგებოდ შექმნილი სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც შემოკლებით დოჯს უწოდებენ. ეს უწყება სისტემურად აღწერს მის მიერ შეწყვეტილი პროექტებისა და სხვა სავარაუდო კორუფციული სქემების ნუსხას. დღეს განათლების დეპარტამენტმა 29 სატრენინგო პროგრამა შეწყვიტა. საერთო ჯამში დაიზოგა 101 მილიონი დოლარი ისეთ პროექტებზე, რომელიც მაგალითად ეხმარებოდა სტუდენტებს ძალადობის რთული ისტორიების და ინდივიდის გადმოსახედიდან კოლექტიურ საფუძველზე ძალის გავლენის თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლებაში. კიდევ ერთი შეწყვეტილი პროგრამის თაობაზე თავად განათლების დეპარტამენტი იუწყება. სტუდენტების მოსწრების გაუმჯობესების მაგივრად გადასახადები იხარჯებოდა შემდეგში 4,6 მილიონი დოლარი ზუმის შეხვედრების ორგანიზებაში, 3 მილიონი დოლარი კონტრაქტისთვის, რომელიც მოითხოვდა რაპორტის დაწერას იმის თაობაზე, თუ როგორ არ ითვალისწინებს სისტემა წარსულ რაპორტებს. რაც შეეხება თავად ილონ მასკის უწყებას სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს, მისი სახელწოდების მიუხედავად დოჯი არ არის კაბინეტის ხარისხის დეპარტამენტი, არამედ წარმოადგენს სამთავრობო საკონტრაქტო ორგანიზაციას, რომელიც წელს 20 იანვრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. მისი მოქმედების ვადა კი 2026 წლის 4 ივლისამდეა განსაზღვრული. ბიუჯეტი არის წლიურად თითქმის 15 მილიონი, ხოლო მთავარი ოფისი პრეზიდენტ ეიზენჰაუერის სახელობის აღმასრულებელი შენობაა, რომელიც არის თეთრი სახლის სამთავრობო ფლიგელის ნაწილი. მე მსურს შევაქო ილონ მასკი, ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. მან იმაზე მეტი აღმოაჩინა, ვიდრე ეს ნებისმიერ შეეძლო. მას აქვს შესაბამისი უნარები, მე ეს ვიცი, მისი გუნდი 12 ადამიანისგან შედგება. მე მათ 12 გენიოსს ვეძახი. შემდეგ გახდნენ 20-25, ახლა კი 100-ზე მეტნი არიან. უცნაური რამ აღმოაჩინეთ, ადამიანი ვისი ხელფასი წელიწადში რამდენიმე 1000 დოლარია, მოახერხეს 10 მილიონი დოლარის ქონების დაგროვება. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე USAID-ში. ილონ მასკის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ვაშინგტონის რბილი ძალის ორი ინსტრუმენტი, ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება. დახურეთ ორივე, ევროპა უკვე თავისუფალია, თუ არ ჩავთვლით მახრჩობელა ბიუროკრატიას, გამოფხიზლდით, მათ არავინ უსმენს. ისინი არიან რადიკალები, მემარცხენე გიჟები, საკუთარ თავს ელაპარაკებიან და ამაში წელიწადში გადასახადებიდან მილიარდს ვყრით წყალში. ლიბერალური დღის წესრიგი წარმოუდგენელია ფერადი რევოლუციების გარეშე. ამ თვალსაზრისით კი ერთ-ერთი ფლაგმანი ნედია. დემოკრატიის ეროვნული ფონდი. გამომდინარე აქედან ილონ მასკის ბრძოლაც ლიბერალური არასამთავრობო სისტემის წინააღმდეგაც წარმოუდგენელი იქნებოდა ნედზე იერიშის გარეშე. ნედი მსოფლიოში თავისუფლების მოძრაობის მხარდამჭერი საკვანძო ინსტრუმენტი ილონ მასკის უწყების მიერ ალყაშია მოქცეული. მასკის უწყების მიერ გაცემული ბრძანების შედეგად ხაზინის დეპარტამენტმა დაბლოკა ნედისათვის ფინანსების მიწოდება წელს ორგანიზაციას და მასთან დაკავშირებულ სხვა აქტორებს $315 მილიონ მეტი უნდა მიეღოთ.
USAID ისევე როგორც ნედი ორივე ეს ორგანიზაცია გახლავთ სახელმწიფო გადატრიალების ინსტრუმენტები, რომლებიც სპეციფიკურად ფერადი რევოლუციების მოწყობის მიზნით არის შექმნილი. ყველგან, სადაც ეს ხალხი გააგზავნეს, ვნახეთ ის, რაც იყო არა მარტო უკრაინასა და საქართველოში, არამედ ბელარუსშიც. ამ ორგანიზაციების დახურვა თუ არის შესაძლებელი, ეს მისასალმებელია, ვინაიდან მათი გამოსწორება შეუძლებელია. USAID კი როგორც ჩანს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება დასავლური მედიისა და პოლიტიკის ეპიცენტრში. სწორედ USAID-ის და Soros-ის საქმიანობის შესახებ საუბარს დაუთმეს თითქმის მთელი ინტერვიუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა. სხვენიათ მათი წარმომავლობის ზოგს მიაჩნია, რომ ზოგადად ერია როგორც ფენომენი მიუღებელი. თუ შენ გიყვარს შენიერი, ამაყობ შენი ერით. თუ გსურს რომ საკუთარ თავზე იმუშაო, გახდე უკეთესი შეეჯიბრო სხვებს, მათი აზრით მაშინ ნაცისტი და მემარჯვენე ხარ. სწორედ ეს არის მათი მიდგომა. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისა და დროშის სახელმწიფოს წარმომადგენლებს უცხო მიწაზე დიპლომატებს კი დონალდ ტრამპი გადახალისებას უპირებს. ისევე როგორც თავდაცვის განათლებისა თუ ძალოვანი ბლოკის დეპარტამენტებში, სახელმწიფო დეპარტამენტშიც ამოსავალი წერტილი ტრამპისეული ხედვისადმი ერთგულება გახლავთ. ახალ ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ბრძოლა, რომელიც ვაშინგტონში გაჩაღდა დონალდ ტრამპის მიერ Deep State-ის განადგურებით დასრულდება. ტრამპისეული საშინაო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი კი ტრადიციული ამერიკული საგარეო პოლიტიკის წარმოების მიზნით ძლიერი საფუძვლის შექმნაა. საერთაშორისო მიმოხილვა ლეო სიხარულიძესთან ერთად.